და პირველი კითხვა გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა ოპოზიციური რვიანის კონსულტაციები რესპუბლიკური პარტიის ოფისში. თუ შეგიძლიათ გითხრათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იყო საკმაოდ სერიოზული არასხადასხვაობა ამ კონსულტაციების დროს და დახურული შეხვედრის დროს. თუ შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად რა არასხადასხვაობაზეა საუბარი და დღის განმავლობაში გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური რვიანი იშლება, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. უპირველეს ყოვლისა მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ ყველას და მადლობა უთხრა Prime Times და თითოეულ თქვენთაგანს იმისათვის, რომ მეძლევა საშუალება პასუხი გავცე ყველა კითხვას, რაც კი თქვენში გაჩნდება და თქვენ სვამთ კითხვებს, რაც საზოგადოებაშია, ბუნებრივია და მეტნაკლებად ერთის მხრივ დავაკმაყოფილო თქვენი ცნობის მოყვარეობა და მეორეს მხრივ გავაქარწყლო ჭორები. Ну, თუ კი რა თქმა უნდა მიზანმიმართულად არ უნდა ვინმეს რომ ჭორების იხემძღვანელოს. მე შევეცდები არც ერთი თქვენი კითხვა არ დავუპასუხოთ და მაქსიმალურად ვიყო კომპაქტური, იმიტომ რომ მოვასწრო მეტი. დასაწყისში ნებამომეცით ორი სიტყვით გითხრათ, ის რომ პოლიტიკური პარტიების თემატური ერთობა, რომელმაც საზოგადოებაში ოპოზიციური რვიანი სახელი დაიმკვიდრა, თავის დროზე ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა იმისათვის, რომ შეექმნა კონკრეტული დოკუმენტი საარჩევნო გარემოს შესაცვლელად, მიეღწია მოლაპარაკებებისათვის ხელისუფლებასთან, დაედო ეს დოკუმენტი მოლაპარაკების მაგიდაზე და მოლაპარაკებები დაემთავრებინა კონკრეტული შედეგით ორმხრივი კომპრომისების საფუძველზე და ამ შედეგს დადებითი გავლენა მოეხდინა შემდგომ უკვე მოსალოდნელ არჩევნებზე, გეგმიურზე თუ არა გეგმიურზე. ანუ გაეჯანსაღებინა საარჩევნო გარემო. მეტი ფუნქცია ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ რვიანს მის არც შექმნის დროს, არც შემდგომ დროს მას არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, როდესაც ისმება საკითხი, რომ დაამთავრა თუ არა ოპოზიციურმა რვიანმა მუშაობა, პასუხი არის მარტივი, არა. მანამდე სანამ არსებობს შანსი დროისა და შანსი პოლიტიკურ თემატური, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და დასრულდეს კონკრეტული შედეგით, ოპოზიციური რვიანი არსებობას არ დაასრულებს და ვერ ჩათვლის, რომ მან თავის ფუნქცია შეასრულა. პირველი. მეორე. კითხვა არის თუ არა პრობლემები ოპოზიციურ რვიანში და ემუქრება თუ არა მას დაშლა. ეს კითხვა თქვენ დამისვით და გარკვეულწილად გაინტერესებთ იყო თუ არა ამაზე საუბარი. პასუხობთ კონკრეტულად. ოპოზიციურ რვიანში იმ თემებთან დაკავშირებითაც კი, რისთვის ასიც შეიქმნა, ანუ საუბარია საარჩევნო თემატიკაზე. აზრთა სხვადასხვაობა იყო ყოველთვის, მაგრამ ჩვენ ვაღწევდით გარკვეულ კომპრომისების საფუძველზე საერთო პოზიციის შემუშავებას. ასე მოვედით დღევანდელ დღემდე, ასე ვართ დღევანდელ დღეს და არ გვემუქრება არანაირი საშიშროება, იმდენად რამდენადაც ეს არ გახლავთ მოგეხსენებათ პოლიტიკური ბლოკი, არც ჩაფიქრებული ყოფილა არასდროს როგორც პოლიტიკური ბლოკი, მით უმეტეს არ არის როგორც პარტია, ბლოკებში და პარტიებში ხდება აზრთა სხვადასხვაობა და რა გასაკვირია, რომ ოპოზიციურ რვიანში ყოფილიყო ამ ტიპის აზრთა სხვადასხვაობა. ამიტომ აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არ არის არც საბაბი და არც მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციური რვიანი დაიშალოს. ბოლოს მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის 30 მარტს ხელისუფლების მხრიდან ხანგრძლივი უპასუხობის გამო, ხანგრძლივად მოლაპარაკების გაგრძელებებზე და კონკრეტული რეზულტატის დაყენებაზე პასუხის ვერ მიღების გამო, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ოპოზიციურმა რვიანმა გარკვეული მცდელობები განახორციელა მოლაპარაკების განსაახლებლად, ჰქონდა შეხვედრები როგორც ქართულ არასამთავრობოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ისევ და ისევ უპასუხობის გამო, შემდეგ უკვე მაისის ცნობილი მოვლენების გამო გაჩნდა გარკვეული ინიციატივები საარჩევნო საკითხების მიღმაც, რომ გამختارიყო ოპოზიციური რვიანის მსჯელობის საგანი. ჩვენ ახალი მემარჯვენეები ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით, რომ სხვა თემებით ნუ დავტვირთავთ რვიანს, იმიტომ რომ ის ამისთვის არ შექმნილა, ერთი, მეორე,
დამატებითი თემები დამატებით აზრთა სხვაობებს გამოიწვევს და მესამე ყოველივე ეს ხელს შეუწყობს შიდა გარკვეული ასე თქვათ არასასურველი პროცესების განვითარებას. ამიტომ ის რაც იყო ჩვენთვის პრიორიტეტი დავტოვოთ პრიორიტეტად, სხვა საკითხებისთვის, სხვა ტიპის თანამშრომლობისთვის, ახალი პოლიტიკური რაღაც ერთობების შექმნისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობებისთვის და ასე შემდეგ, კი ბატონო, ყველასთვის გზახსნილია აბსოლუტურად, მაგრამ ოპოზიციური რვიანი ამისათვის არ გამოდგება, იმიტომ რომ ამისათვის არ შექმნილა. ამიტომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც ეხებოდა რვიანის გაფართოებას, რაღაც მეთოდების გამოყენებას დაუშვათ ქუჩაში გასვლისა, რაღაც ამდაგვარისა, სხვადასხვა თემების შემოტანას, მაგალითად პატიმრების უფლებების დაცვა, მაგალითად უსაფრთხოების საკითხები, მაგალითად მედია თანაბრობის საკითხი გლობალში, არა არჩევნების ჭრილში, არამედ ზოგადად, მაგალითად ადამიანის უფლებები, მაგალითად პოლიციის დეპოლიტიზაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პრობლემები, მაგრამ ეს არ არის რვიანის პრობლემები. რვიანში შემავალი სუბიექტების პრობლემებია, მაგრამ რვიანის როგორც ერთობის პრობლემა ეს არ არის. აქედან გამომდინარე, გუშინ ჩვენ ერთნიშნულოვნად თქვით, პირველი, რვიანი არ აპირებს დაშლას და ჩვენ ნამდვილად არ გვიღირს ის შრომა, რაც ჩვენ გავწიეთ ამ თვეების განმავლობაში, იმ რაღაც მითქმა-მოთქმების მსხვერპლად ვაქციოთ რვიანი, რომელიც უკანასკნელ პერიოდშია. მეორე, არანაირი თემატიკა რვიანის გაფართოებაზე, ეგრეთ წოდებულ ქუჩის პოლიტიკაზე გადასვლაზე, ან სხვა საკითხებით რვიანის დატვირთვაზე გამორიცხულია ერთადერთი და მთავარი თემა. ბუნებრივად უნდა დარჩეს რვიანისათვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მოლაპარაკების განახლება, რომელიც კონკრეტულ რეზულტატზე გავა. დღეს მოლაპარაკებები შეწყვეტილია, მოლაპარაკებები ჩიხშია, არსებობს რეალური პრობლემა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რვიანში შემავალმა თითეულმა სუბიექტმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით და ჩართვით უნდა მიმართოს საკუთარი ძალისხმევა მხოლოდ და მხოლოდ იმისაკენ, რომ მოლაპარაკებები განახლდეს, რეზულტატი დადგეს და რეზულტატმა გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო. ახალი მემარჯვენეები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთავაზობთ ჩვენს და შევთავაზეთ უпростоრეთ ჩვენს კოლეგებს, ყველამ გამოიყენოს თავთავისი რესურსი. ჩვენ ახალი მემარჯვენეები ყველა შესაძლო რესურსსა და საშუალებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ინდივიდუალურად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, მაგრამ ძალიან გთხოვთ დააკვირდეთ. ამ მოლაპარაკებებით ინდივიდსა და ხელისუფლებას შორის შედეგი ვერ დადგება. შედეგი ბოლოს დადგება მათგან მიღებული პასუხების რვიანის მაგიდაზე მიტანით, რვიანის მაგიდაზე მსჯელობით, რვიანის მაგიდაზე გადაწყვეტილების მიღებით, იმიტომ რომ ამ მოლაპარაკებებში რვიანი რჩება როგორც ერთი მხარე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შექმნილი სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანისათვის, იგივე რვიანისათვის კონკრეტული რეზულტატის დადების აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენ თვლით ახალი მემარჯვენეები და ეს შევთავაზეთ ჩვენს კოლეგებს, რომ ყველა ჩვენ ხელთ არსებული ინდივიდუალური საშუალება, მათ შორის ინდივიდუალური მოლაპარაკება უნდა იყოს გამოყენებული, რათა დადგეს კონკრეტული რეზულტატი. რეზულტატი კი საარჩევნო გარემოს შეცვლა. ყველა დანარჩენი საშუალება, პროექტი, ინიციატივა წარმოადგენს, ასე ვთქვათ, დამხმარე გვერდულ საშუალებებს ამ ძირითადი ღერძისათვის, მაგრამ ამ გვერდულ საშუალებებსაც აუცილებლად ჭირდება რვიანში შეთანხმება და ეს ინიციატივების დონეზე ვერ დარჩება. დიდი მადლობა და ბოდიში ხანგრძლივი პასუხისათვის, მაგრამ უბრალოდ ეს არის მთავარი თემა. დიახ. აპატიეთ რა, უნდა მოგიწევთ გამეორება, იმიტომ რომ რაღაცები ვერ გაიყვეს რეალტივიმ და იმედმა, რაც მე მახარებს. დიახ. პასუხობთ.
არა, ნუ გააგრძელებთ, იმიტომ რომ მე შორს წავალთ. მე გითხარით, ყველა კითხვას პასუხს გავცემ მეთქი. ძალიან შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ჩემ პირველ კითხვაზე პასუხიდან გამომდინარე, რუსთავი ორმა და პირადად თქვენ ვერ გაიგეთ ჩემი პასუხი. მე მგონია, რომ თქვენ ეს გაიგეთ, უბრალოდ აქ სხვა პრობლემაა. ამიტომ შევეცდები მოხსნა ეს პრობლემა. ინდივიდუალური საშუალებების, რესურსების და მოლაპარაკებების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ვისთან შეგვიძლია ურთიერთობის დამყარება, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ გავიგოთ ხელისუფლების პასუხი აი ამ კომპლექსური ურთიერთობების დროს. მაგრამ პასუხზე, ასე ვთქვათ, შესაგებებელი პასუხის გაცემა ინდივიდებიდან არ ხდება. ჩვენ შემდეგ ვიკრიბებით, აი წარმოიდგინეთ ქალბატონო ნატო, მე და თქვენ რო ვიყოთ ახლა რაღაც ერთობის, ასე ვთქვათ, წევრები და რომ ვთქვათ, რომ მესამე პირი არსებობს, მეოთხე პირი არსებობს და მოდით შევეცადოთ რა. მოდით თქვენი ძალებით, თქვენი კონტაქტებით, თქვენი საშუალებებით იმოქმედეთ, მე ჩემი საშუალებებით ვიმოქმედებ, რასაც მივიღებთ იმისგან, მოვიტანოთ, დავდოთ მაგიდაზე, დავსხდეთ შემდეგ ყველა ერთად, მე და თქვენ ან 8 იმ შემთხვევაში და გადავწყვიტოთ, რა მოვიტანეთ. ღირს თუ არა ეს საერთოდ რამეთ რაც მოვიტანეთ და მე რა ვქნათ როგორც წესი. ამიტომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება რვიანის მიერ და არავითარ შემთხვევაში იმ ინდივიდუალური მოლაპარაკების მიერ, რომელსაც ცალკეული რვიანი სუბიექტები გამართავენ ხელისუფლებასთან. ინდივიდუალური მოლაპარაკება არის საშუალება იმისათვის, რომ შედგეს დიდი მოლაპარაკება. რაც შეეხება რვიანის დაშლას, გითხარით, დღეს და არსებულ სიტუაციაში არანაირი საფრთხე რვიანის დაშლის არ არსებობს, რაც შეეხება რვიანის ფუნქციის ამოწურვას. რვიანის ფუნქცია ამოიწურება მაშინ, როდესაც დასრულდება მოლაპარაკები რეზულტატით, ანუ რეზულტატოდ. ანუ ბატონო მამუკა, ვერ გავეცი თქვენს კითხვას. ბატონო მამუკა, თქვენ ძალიან მეშინია ყოველთვის სიტყვა გარანტიის. არანაირი გარანტია არ არის. მე სწორედ ეს უთხარი. იმის გამო აი მოусმინეთ რაშია საქმე. იმის გამო, რომ პირველი, მოლაპარაკებები შეწყვეტილია, მოლაპარაკებები ჩიხშია. იმის გამო, რომ რვიანში გაჩნდა გარკვეული ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობისა. ანუ საარჩევნო თემატიკას მოვწყდეთ და ვისაუბროთ დაუშვათ ადამიანის უფლებებზე, პოლიციაზე, მედიაზე, პატიმრებზე და ასე შემდეგ. ამით აირია სტრატეგიული ხაზი რვიანისა. ამიტომ ჩვენ უნდა დავკონცენტრირდეთ ისევ იმ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვია მოლაპარაკებები და მისგან რეზულტატის მიღება და თუ გნებავთ დავაჩქაროთ პროცესი შედეგის დადგომისა. როგორი იქნება შედეგი? ამას შევხედავთ. იქნება უარყოფითი. მე მირჩევნია ვიცოდე უარყოფითი პასუხი დღეს, ვიდრე გაურკვევლობაში ვიყო თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, მირჩევნია რომ პასუხი იყოს დადებითი. სულელი უნდა იყო ადამიანი რომ ცუდი პასუხი გინდოდეს, მაგრამ მე მირჩევნია უარი დღეს იმ გაურკვევლობას, რომელიც თვეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს, ამან გამოიწვიოს მილიონი მითქმა-მოთქმა რვიანს გარსემო თქვენში და ბევრი ამაზე მოწადინებულია საზოგადოებაში და ბოლოს ის უარი მაინც მივიღო, რომელიც დღეს უნდა მიმეღო. გესმით რაშია საქმე? ამიტომ რაც პასუხია მისაღები, ამას ხომ ბოლო-ბოლო პოლიტიკური ნება წყვეტს. ხელისუფლების პოლიტიკური ნება. იქ ახლა მართლა ხომ არ გონია რომელიმე თქვენთაგანს და ძალიან შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ შედან და ესე თავი 2 მუხლი 5 პუნქტი 3. იქ არის პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება რაც არსებობს დღეს, ის იქნება ოქტომბერშიც. ამიტომ დღეიდან ოქტომბრამდე ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს რვიანში და რვიანის გარშემო. აქედან გამომდინარე, პრობლემა უნდა ლოკალიზირდეს, პრობლემა უნდა დასრულდეს და რვიანმა თავის ფუნქცია უნდა ამოწუროს სასურველია შედეგით. ეხლა რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას, უფლებას, ერთგვარი ოპტიმიზმის შენარჩუნებას, რომ გარკვეული შედეგის შანსი არსებობს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, სხვათა შორის მაისშიც და განსაკუთრებით მაისის მერე, ძალიან გააქტიურდა ცალკეული კომენტარები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ჩვენ აუცილებლად ამ დღეებში დავსხდებით ვილაპარაკებთ. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ კონკრეტულ შედეგს. მოდით რა, თუ ეს სარეალი სიტყვებია, მაშინ თქვენი უპასუხობით გამოაჩინეთ, რომ ეს არის სარეალი სიტყვები და თუ ამ სიტყვების მიღმა მართლაც რაღაც დგას, მაშინ გითხარით ის რაღაც, შემდეგ რვიანი დავждებით და ავწონით იმ რაღაცას. ღირს საერთოდ ეს ყველაფერი. რამეთ თუ ეს არის უბრალოდ ჰაერში საუბარი. ამიტომ გეუბნებით, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ინდივიდუალური რესურსების და მოლაპარაკებების გზით რაიმე რეზულტატი დადგება, მაგრამ არსებობს შანსი ამისა და ეს შანსი უნდა იქნას გამოყენებული. შანსი იმისა, რომ შეწყვეტილი და ჩიხში შესული მოლაპარაკებები ერთის მხრივ ჩიხიდან გამოვიდეს, მეორეს მხრივ რვიანი თავისი საქმიანობით გადარჩეს
და იგი არ დარჩეს ხელმოცარული და ის მოლადინიც არ დარჩეს ხელმოცარული, რომელიც რუიანთან მიმართებაში იყო და კიდევ გეუბნებით, დადგეს კონკრეტული შედეგი, რომელიც მთავარია ჩემთვის ამ შემთხვევაში. ვიღაცისთვის შეიძლება მთავარია ფრაზების გამოთქმა, გულში მჯიღის ცემა და ასე შემდეგ, ან კილიკი თუ გნებავთ, როგორც ასეთი. არავითარ შემთხვევაში. ჩემთვის მთავარი არის რეზულტატი, შედეგი, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. ამისთვის შეიქმნა რუიანი. ეს არის მთავარი მიზანი იგივე რუიანისა. ეს მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ და კვეთრად გუშინ რუიანმა ერთ